თბილისის 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნების საკრებულოს უმცირესობის ფრაქციებმა დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვეს. რაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს მოსახლეობის სოციალური კომუნალურ აუჯერებთან და სატრანსპორტო შეღავათებთან დაკავშირებით. ერთიანობის დამოკიდებულებაში აცხადებენ, რომ შენიშვნები არ გაუქმებთ. მარს არ დაუჭერენ. უმცირესობის განცხადებებს საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მოხდა. არჩევნია კომუნალური გაუჩენის გარეშე ის სოციალურად დაუცველი ადამიანები, ვინც არ არიან მონაცემთა ბაზაში, მაგრამ სინამდვილეში ძალიან შეჭირებულები არიან და ასეთი ადამიანი დამეწინეთ 10,000-ობით არის. ასევე უფასო მგზავრებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა იყო უფასო მგზავრად პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს და მასწავლებლებს ამის საპასუხოდ პროვინციალურ უფასო მგზავრებებს ბაღის პედაგოგები და საინტერესოა რა ნიშნი გამოარჩია დავით მარმარიანი იგივე ბაღის პედაგოგების სკოლის მასწავლებლებისგან არ დაუჭერთ იმიტომ რომ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა ბიუჯეტი იყოს ძირითადად მორგებული მოქალაქეების ინტერესებზე მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე და ნაკლები ყურადღება დაეთმოს ჩინოვნიკების ფუფუნებას. ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მომავალ წელს მიიღებს გაორმაგებულ გაუჩენს, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორია და პირველად მისი მოსახლეობა პირველი სამი თვე, ანუ რაც არის გაუჩენსის გაუჩენის გაცემისათვის განკუთვნილი თვეები, იანვარი, თებერვალი, მარტი, მიიღება მომავალ წელს, რაც წელს მოქმედებს.